იცით რა არის ყველაზე უცნაური? ადამიანებს მარცხის კი არ ეშინიათ. ადამიანებს ეშინიათ უცნაურად არ გამოიყურებოდნენ თავიანთი ბიზნესისკენ მიმავალ გზაზე. ყველა მზად არის წარმატებისთვის. ყველა მზად არის აპლოდისმენტებისთვის ამ წარმატების შემდეგ. მაგრამ არავინ არ არის მზად იმისთვის, რომ მასზე ისაუბრებენ, ცუდად ისაუბრებენ, გაშიან, დასცინებენ, იტყვიან, რომ აი რას აკეთებს, ვერაფერს ვერ მიაღწევს. და ამ დროს შეიძლება მოხდეს ძალიან ცუდი რამ. შენ შეიძლება რეალურად დიდი პოტენციალი გქონდეს იმ საქმეში, რასაც აკეთებ. მაგრამ თუ ძალიან დამოკიდებული ხარ სხვების აზრზე, ჩათვალე რომ ხაფანგში ხარ. იმიტომ რომ ნებისმიერი პიროვნული ზრდა საწყის ეტაპზე თითქმის ყოველთვის გამოიყურება უცნაურად. ნებისმიერი გზა შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც შეცდომა. ნებისმიერი აზრი შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც უაზრობა და სისულელე. და ამ დროს ადამიანების ალბათ 99% არჩევს უმოქმედობას. ან არჩევს იცხოვროს ისე, როგორც სხვები ცხოვრობენ, გააკეთოს ის, რასაც სხვები აკეთებენ. რათა თავიდან აიცილონ დაცინვა, არ მოუწიოთ თავის მართლება. და შემდეგ ხდება ის, რომ გადის 5-10 წელი, შენ მოიხედა უკან და მიხვდები, გააცნობიერებ, რომ შენ არ გიცხოვრია შენი ცხოვრებით. იცხოვრე ძალიან სწორად. იცხოვრე ისე, როგორც მიღებულია საზოგადოებაში, მაგრამ იცხოვრე სხვისი ცხოვრებით. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ შენ გირჩევნია გამოიყურებოდე ნორმალურად, ვიდრე გამოიყურებოდე ისე, როგორც რეალურად ხარ. და თუ შენ ახლა ხარ ეტაპზე, რომ შენი არ ესმით, დაქცინიან და ხანდახან შენ თვითონაც გეპარება ეჭვი, რომ რაიმე სისულელეს ხომ არ აკეთებ, გილოცავ, შენ პიროვნულად ვითარდები. იმიტომ რომ სისტემა არასოდეს ავიწროვებს მათ, ვინც ამ სისტემას საფრთხეს არ უქმნის. და თუ ახლა თავს არაკომფორტულად გრძნობ, ეს იმიტომ რომ შენ გადიხარ სხვათა მოლოდინების ზონიდან. და ეს ძალიან ძნელად მისაღწევი და ძალიან ძვირფასი ადგილია ადამიანის ცხოვრებაში. გილოცავ. და თუ ბოლომდე მიყურე, მოიწონე ვიდეო და გამოიწერე ჩემი გვერდით.